ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია მარტვილში სოფელ ილორის ეკლესიის მღვდლის ზოსიმე ხელაიას ოჯახში დაიბადა. დაწყებითი განათლება სამეგრელო სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ კი სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. 1887 წელს სოხუმის ეპისკოპოსმა ბესარიონ ხელაია საკათედრო ტაძრის მღვდლად აკურთხა. მსახურობდა სოჭში, სოხუმში, ახალ ათონსა და ლიხში. 1897 წელს ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. 1900 წელს კი ბერად აღიკვეცა და მიიღო სახელი ამბროსი. თბილისში დაბრუნებული ამბროსი ხელაია ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. მისი მოღვაწეობა განუყოფელი იყო მეცნიერული ძიებისგან. ჭელიშის მონასტერში ყოფნისას მან აღმოაჩინა მოქცევაი ქართლისაის მანამდე უცნობი ხელნაწერი, რომელიც დღეს ჭელიშის ვარიანტის სახელით არის ცნობილი. რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობისას შეკრებილი მასალების საფუძველზე კი გამოსცა წერილების სერია მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. 1904 წელს არქიმანდრიტი ამბროსი თბილისში ფერიცვალების მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. ამბროსი ხელაია დაუღალავად იბრძოდა აფხაზეთში რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ, რის გამოც რუსეთის ხელისუფლებამ 1905 წელს გადაასახლა. 1908 წელს ახალი ბრალდება წაუყენეს ეგზარქოს ნიკონის სიკვდილში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ 1911 წელს გაამართლეს, მან სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს. საქართველოში მხოლოდ 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ჩამოვიდა. იგი მყისვე ჩაერთო ეკლესიის ავტოკეფალის აღდგენის საქმეში. მართალია პირველ საეკლესიო კრებაზე პატრიარქობის კანდიდატად დაასახელეს, თუმცა თავმდაბლობის გამო საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მისი მღვდელმთავრობის პერიოდს დაემთხვა საქართველოს ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ. 1921 წელს პატრიარქ ლეონიდეს გარდაცვალების შემდეგ გელათში გამართულ კრებაზე იგი სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად აირჩიეს. მე ავდივარ გოლგოთაზე. ასეთი იყო ამბროსი ხელაიას სიტყვები 1921 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობას მისი ინტრონიზაციის დღეს. უწმინდესი ამბროსი ურყევად იდგა ქვეყნის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე, იგი აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1922 წელს კი საგანგებო მიმართვა გააგზავნა გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე, რათა ცივილიზებულ სამყაროს არ დაეტოვებინა საქართველო მარტო ბოლშევიკური რუსეთის წინაშე. თუმცა კათოლიკოსის მიმართვა პოლიტიკური რეაგირების გარეშე დარჩა. მის მიმართ კი დევნა გაძლიერდა და 1922 წელს პატრიარქი და საკათოლიკო საბჭოს 9 წევრი დააპატიმრეს. სწორედ ტყვეობისას წარმოთქვა მან ის უკვდავი სიტყვები, რომელიც დღეს ჩვენი ეროვნული მეხსიერების ნაწილია. ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია მტარვალებო. 1924 წელს ამნისტიით გათავისუფლებულ პატრიარქს მძიმე ეკლესიური და პოლიტიკური კრიზისი დახვდა. ეკლესიის გადასარჩენად შიდა დაპირისპირების შესაჩერებლად იგი იძულებით დათმობაზე წავიდა და სათავეში ჩაუდგა დროებით მმართველობას. ამბროსი ხელაია 1927 წლის 29 მარტს გარდაიცვალა. იგი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. 1995 წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით საქართველოს მართლმადიდებლმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმინდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით.